Salamu alaikum. ჩემო ძვირფასო ქართველებო. მე ჩამოვედი შორეული არაბეთიდან რომ ვიყიდო თქვენი ქვეყანა. როგორ აკეთებენ ბიჭო ამ? გადაო. ვაიმე, ღმერთო. თითქოს კამიტი გაუშვეს ჩემო თახში. მოგესალმებით დღევანდელ ეპიზოდში. დღეს მე ჩავანაცვლებ მიშას. მე ვარ მიჰამდულილა ექიმბალარი. ჩამოვედი შორეული საუდის არაბეთიდან რომ თქვენი ქვეყანა შევიძინო. მომეცით. მე ჩამოგიტანეთ სანელებლები. არა და ნელსაცხებლები. სანელებლებიც მექნება სადმე, სადღაც. მოკლედ რა ხდება საქართველოში? ხოდაო. როგორ სუნთქავენ ეს? მოკლედ საქართველოში რა ხდება? საქართველოში იმართება პროტესტები, ჩავრთოთ ჩაწერა. საქართველოში იმართება პროტესტები არაბიზაციის წინააღმდეგ. ეს პროტესტები ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში არ იყვნენ მონოპოლისტები არაბები და არაბები არ ფლობდნენ ყველაფერს. როგორც მაგალითად ინგლისში, როგორც მაგალითად, ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში და ასე შემდეგ, ხომ? არ ვადაობ, ეს ყველაფერი ფაქტებია. ამ ქალაქებში ყველაზე პოპულარული სახელი არის მოჰამედ. მოკლედ ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან ქართველები. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომლებიც გამოხვედით. მაგრამ უბრალოდ რო დავფიქრდეთ, აბსოლუტურად სხვა რაღაცას ვაპროტესტებთ, ხომ? რადგან ეხლა ვაპროტესტებთ ჩვენ იმას, რომ საქართველოში არ იყვნენ უფრო მეტი მუსულმანები. მაგრამ რეალურად ეს ხდება თუ არა? მოკლედ აქ იმედმა თქვა, რომ 30-40 კაცი იყო, მთავარმა არხმა თქვა, რომ 300,000 კაცი იყო, 300,000 კაცი გამოვიდაო მთავრობის წინააღმდეგო. რეალურად რა ხდება ახლა? მოკლედ ამ ადამიანებს რეალურად გონიათ, რომ ეხლა ეს არაბიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჩამოსახლდებიან პაკისტანელები, ვიღაცა მოროკოელები, ალჟირელები, ვიღაცა ეთიოპიელები, ერიტრიელები და ასე შემდეგ და საქართველოში ვისაუბროთ ონგონგომ ბომბომბომ ალჰამდულილა, ინშალა და ყველას მოგვიწევს ესე ამდენი სუნამოს შესხმა და ესე უნდა ვიცხოვროთ მთელი ცხოვრება რა, მაგრამ არა მეგობრებო, ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ საუდის არაბეთი ახორციელებს ჩვენ ტერიტორიაზე ინვესტიციას. რითიც და აქ წყდება ყველაფერი. რითიც ქართველი ხალხი ისარგებლებს. და რეალურად კოცების მინუსი რა არის, რომ ამას ვერ უხსნიან ხალხს და ეს უნდა აუხსნა რა, გუშინ წინ რო პროტესტი მიმდინარეობდა, მე რო ყოფილიყავი მაგალითად ან ირაკლი კობახიძე ან კახა კალაძე, გამოვიდოდი მაგ პროტესტზე და ვეთყოდი ხალხს, რომ ხალხო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ეროვნული ხალხი ხართ, დიდი მადლობა, რომ შეიკრიბეთ აქ და გინდათ, რომ საქართველო დარჩეს ქართულად და ქართველები ყველაზე წარმატებულები ვიყოთ საქართველოში და ჩვენ ზუსტად მაგას ვაკეთებთ, ეს ინვესტიცია რაც შემოგვდის, ფასის დასახელება არ არის საჭირო, რადგან მაგას 100% ხვდები, რომ ეხა თუ ბიზნესია, ბიზნესში ფასს არავინ ასახელებს, რა, მაგალითად, ტელეფონებს ყიდი, ხო და გაქვს 2 ცალი iPhone 17 გასაყიდი. ერთ ტიპს მიყიდე 1000 ლარად და მეორე ტიპი გეუბნება, რომ რა ღირს ეს იგივენაირი iPhone 17 და შენ უუბნები, რომ 1500 ლარი. იმან რომ ნახოს, რომ შენ წინა გაყიდი 1000 ლარად, გეტყვის, რომ სტოპ, მეც მინდა 1000 ლარად.
ხო და მაგაშია საქმე რომ ანუ ეს ფასების ართქმა უპრობლემოდ, მაგრამ თუ ქართულ ხალხს მოხმარდება, ანუ ეგ უნდა გაამჟღავნონ და ეგ უნდა გააჟღერონ რა რეალურად. რომ უცქირეთ ხალხო, აი ეს ფული რამდენიც შემოვა ამ ინვესტიციიდან, არ გეტყვით კონკრეტულ ფასს და კონკრეტულ ციფრებს, მაგრამ ამ ფულით გაიზრდება პენსიები, ამ ფულით მოემატება, რა ვიცი, მეხანძრეებს ხელფასი, ამ ფულით მოემატება სასწრაფოს ექიმებს ხელფასები და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცები აუცილებელია რომ თქვან კოცებმა, რასაც არ იძახიან და მაგიტომაც გამოდის ამდენი ხალხი და მაგიტომაც ჯერა ამდენ ხალხს რომ საქართველოს იქცევა, რა ვიცი, პაკისტანად. როდესაც აბსოლუტურად არ მიდის მაგაზე საუბარი. საქართველოს პაკისტანად რა შემთხვევაში იქცევა, იცით და რა შემთხვევაში იქცა ლონდონი ლონდონისტანად, პარიზი პარიზისტანად და იმ შემთხვევაში იქცა, როდესაც აბსოლუტურად ლიბერალური პოლიტიკა მიიღეს, ხო? და ყველას გაუხსნეს საზღვარი, რომ კი, თქვენ ხართ ისინი, დევნილები, ხო, refugee დევნილია აბა რა არის. და დევნილები მიიღეს და მიიღეს. ბაიდენის პერიოდში ამერიკამ 4 წლის მანძილზე იცით რამდენი დევნილი მიიღო 10 მილიონი მეგობრებო, როდესაც ამერიკის მოსახლეობა სულ 330-350 მილიონია და 10 მილიონი დევნილი მიიღო 4 წლის მანძილზე. და ქართველებსაც გონიათ რომ იგივე გველოდება აი ამ ინვესტიციების შემდეგ. როდესაც რეალურად აბსოლუტურად სხვა რაღაცეებზე ვბაზრობთ. ანუ საუდის არაბებს, აი დედას დავიფიცები რა და ვაფშე მოდი დავიგინებ მაგის დედას ვატერი. ერთხელ დავიგინე გადაცემაში იმაზე რომ ირაკლი კუპრაძე ვერ მოიგებს არჩევნებს თქო. ხო და ეხაც დავიგინები, აი ბოშვილი ვიყო თუ ამ ქალაქებში დასახლდნენ უმეტესობა არაბები. აი ბოშვილი ვიყო. ეს საუდის არაბებს და თქვენ ის ზოგადად საუდის არაბებზე რომ საუბრობთ, წარმოგიდგენილი გააქვთ რას ნიშნავს, რომ საუდი არის გვარი და მაგათია დღეს არაბეთი და მაგიტომ ქვია საუდის არაბეთი და თქვენ გონიათ რომ აი ხა საუდები ჩამოვლენ აქ და ილჰამ აბდულ იბნ მუჰამედ საუდი და დასახლდება სადღაც 6 ოთახიან სტუდიოში დიდ დიღომში და გააჩენს 10 ბავშვს და всё შვილებო, თქვენ დიდი დიღომის სკოლებში ივლით. არა, მაგას არ ვაპირებთ ჩვენ საუდები. ჩვენ ვაპირებთ უბრალოდ ფულის დაბანდებას. კაი, მე მინდა გადავიდეთ ახლა ვისი წამოწყებულია ზოგადად ეს ყველაფერი, ეს პროპაგანდა, რადგან 7-ში ვინც გამოვიდა ხალხი, დარწმუნებული ვარ რომ ადამიანებს მართლა არ აქვთ სრული ინფორმაცია და ეგ ადამიანები უბრალოდ გამოდიან იმის წინააღმდეგ, რომ არ უნდათ უბრალოდ რომ საქართველოში ხა გიორგიზე მეტი მუჰამედი იბადებოდეს და კი ბატონო, მეც არ მინდა, მეც 100% გეთანხმებით, მაგრამ ხო უნდა გავერკვეთ ვისი წამოწყებულია, როგორ არის დაწყებული ეს ყველაფერი. ერთ-ერთი ამ პროპაგანდის შემქმნელი გახლდათ მამუკა ხაზარაძე. ალეკო ელისაშვილის ნაპარნიკი ხო გახსოვთ, ალეკო ხო წავიდა ციხეში 15 წლით. ჩვენი რევოლუციონერი. ხო და მამუკა ხაზარაძის წამოწყებულია ეს პროპაგანდა, რომ სახელმწიფო როგორ ყიდისო, ბიჭო, ამ ყველაფერს იძახის მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე იყო ერთხელ ქალთან და მოკლედ ერექციას ვერ განიცდიდა რა და ქალი ეკითხება რომ მამუკა რა ხდება, იქნება რაღაც მოგეხმარო, იქნება რაღაც სპეციალური ეს გჭირდება სპეციალურად მოფერება და ასე შემდეგ და მამუკა ეუბნება რომ აუ კი მიდი მითხარი თითქოს 80 წლის ქალი ხარ და თითქოს სახლიდან გაგდებ. მიდი თქვი თითქოს 5 შვილის დედა ხარ და აი ხა სახლიდან გაგდებ და ქუჩაში გტოვებ. და გიჟივით გახდა მამუკა ეგრე. თელი ღამე გააგიჟა ის ქალი, რაც იმ ქალმა უთხრა რომ აი კი მამუკა მე ვარ 30 წლის 3 შვილის დედა და შენ სახლიდან მაგდებ. ქუჩაში მტოვებ მამუკა. 180%-იანი სესხი მომეცი მამუკა, მიდი. და მთელი ღამე მამუკა გიჟვა ხარივით იყო.
და ანუ ამ ადამიანს ვუჯერებთ ახლა ყველაფერს. რადგან რეალურად ეს ყველაფერი ხდება რა, პროპაგანდა წამოიწყო ამ სასტავმა, რომლებიც, რა ვიცი, მართლა მაგაზე მუშაობენ რა, მაგაზე ემართებათ ერექცია, რომ ხალხს ვყრიდით სახლიდან. და ეხლა დღეს ისინი არიან პატრიოტები თურმე. მე როგორც არაბი ინვესტორი გეუბნებით, რომ არ ვაპირებ საქართველოს წართმევას ქართველებისთვის, მე უბრალოდ ამ ტერიტორიას ვიყიდი, მე ამ ტერიტორიას გავყიდი იმათზე, ვინც შეიძენს. და ვინც შეიძენს კიდე დამიჯერეთ, რომ ეგ ხალხი არ ჩამოსახლდება საქართველოში და ეგ ხალხი არ არის ვიზაც უნდა გქონდეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს პრობლემა პაკისტანელებზე და ღარიბ მიგრანტებზე, ხომ? ხო და ამ ბინებს ღარიბი მიგრანტები ვერ შეიძენენ. ამას შეიძენენ ინვესტორები, რომლებიც შეიძენენ იმის გამო, რომ ფული გამოიმუშაონ აქედან. და ვინ იქირავებს ძმობას გაფიცებ ამ ბინებს? აი მაგალითად ავაშენე ბინა რაღაცა $600,000, ხო? ვის მივაქირავებ? ინდოელს, პაკისტანელს, რომელიც იმაში ჩაიდანში მოხარშავს კარის და ყვითელი იქნება მთელი კედლები და ესე სოსს ამოიღებს, ყვითელ სოსს ამოიღებს და ეს შეჭამს და აი ესე წაუსვამს კედელზე, ხელზე გააყვითლებს მთელ კედელს. არა, მეგობრებო. თქვენ თუ პროტესტი გინდათ, უნდა გამოხვიდეთ ამ დაბალი კლასის მიგრაციის წინააღმდეგ და არა იმის წინააღმდეგ, რომ საუდის ოჯახი 2 მილიარდიან ინვესტიციას დებს საქართველოში და ეხლა საუდის ოჯახი ჩამოსახლდება. ვის რა ჯანდაბათ უნდა ბიჭო აქ ჩამოსახლება? არ მინდა მან ჩამოსახლება, მეგობრებო. არაბიზაცია არ ბინდა თბილისში. აჰა. ანუ მოკლედ ჩემი წინასწარმეტყველება ისაა, რომ ეს ქალაქები აშენდება, ამ ქალაქებში იქნება უმეტესობა, ანუ ვერ ვიტყვი ხა უმეტესობა ვინ იქნება, რადგან შეიძლება ვიღაც ქართველმა შეიძინოს ნახევარზე მეტი ბინები, შეიძლება ვიღაცა რუსმა ბიზნესმენმა შეიძინოს ნახევარზე მეტი ბინები, შეიძლება არაბმა, მაგრამ იმას გავუმაზავ, რომ მუსულმანები არ იქნებიან 50%-ზე მეტი მფლობელები ამ ქალაქების. მაგას აი გავუმაზავ და ბოლივი ვიყო იმენა თუ ეგრე მოხდეს.